ხშირად ბავშვებს დანაშაულის გრძნობა უჩნდებათ, როდესაც უფროსი დემონსტრირებს ცუდ ხასიათს და შეიძლება ბავშვს ყოველთვის გონია, რომ თვითონ არის ცენტრში. და შესაბამისად შესაძლოა მან ემპათიას იმიტომ კი არა რომ მას უნდა რომ თქვენ ყოფილიყავით ძალიან ბედნიერი რა თქმა უნდა გაუხარდებოდა მაგრამ უფრო მეტად ბავშვი განიცდის რომ რატო ხარ შენ ცუდ ხასიათზე მე ხო არ ვარ ცუდი ანუ ყველაფერში დამნაშავე თვითონ გონია თავის თავი ბავშვები ეგოცენტრულები არიან იმიტომ სამყაროს სხვანაირად ვერ აღიქვამენ ყოველთვის დამოკიდებულებაში არიან უფროსებზე თითქოს და ამიტომ არის რომ იმ მცირეწლოვან ბავშვს თქვათ, როდესაც დედმამა შორდება, აქვს დანაშაულის გრძნობა ხშირად. მაგამდე მინდოდა რომ მივსულიყავით, ხო და რატომ ჩდება და როგორ დავიცვათ არ ვიცი. და იმას მინდა კიდევ ერთხელ თქვენც რო თქვათ, რომ ბავშვები პრაქტიკულად ყველაფერს გრძნობენ, თუნდაც არ ვიცი. შევეცადოთ ყველანაირად დავუმალოთ ნებისმიერ ემოციურ ცვლილებას მაინც ამჩნევენ. ბავშვები ძალიან გრძნობიარეები და ამავე დროს ძალიან გონიერები არიან. ბავშვები არიან სრულყოფილი ადამიანები. და ის რომ თქვათ მათ არ შეუძლიათ მდიდარი ლექსიკით გამოხატონ აზრი, ეს არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ მდიდარი ლექსიკა ბევრ ზრდასრულსაც არ აქვს, მაგრამ ბევრს გრძნობს.